მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ დავით ბოტკოველი და დღეს ვისაუბრებთ ისეთ საიდუმლოზე, რომელსაც ან არ გეუბნებიან, არ თქვენ უშუალოდ არ გებულობთ, როცა გეუბნებიან. საქმე რას ეხება? საქმე ეხება ერთ დიდ საიდუმლოებას. როდესაც უყურებთ თქვენ უშუალოდ გრაფიკს, პირველი რაც მოგდით თავში, ეს არის სად უნდა შეხვიდეთ პოზიციაში. ეს არის ყველაზე უპირველესი, რასაც თქვენ უყურებთ. არადა სად შევიდეთ პოზიციაში, ეს არის ყველაზე ბოლო, რასაც უნდა უყუროთ. პირველი, რასაც უნდა უყუროთ, ეს არის მიმართულება ბაზრის თუ საით მიდის ბაზარი. აი ეს არის ყველაზე დიდი საიდუმლო თქვენს ვაჭრობაში, რომ ამას არავინ არ გეტყვით, რომ გინდა თუ არა ესე გააკეთეთ. რატომ არ გეტყვით ამას? მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტი არის, რომ ყველაზე ბევრი შეცდომები, რაც კი თქვენ გააქვთ იმიტომ, რომ თქვენ არიცით, რა მიმართულებით უნდა ივაჭროთ. ანუ არიცით მარტივად რო ვთქვათ ტრენდი. ტრენდის შესახებ ძალიან ბევრი ვიდეო არის ჩაწერილი, არა მხოლოდ ჩემ არხზე, ყველგან აბსოლუტურად, სადაც არ უნდა შეხვიდეთ, ყველგან იძახიან ერთ რამეს, რომ მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობით განისაზღვრება ტრენდი, ხო? და თუ ზევით მიდის, მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობა, ანუ ახალი მაქსიმუმი წინა მაქსიმუმზე მაღალია და ახალი მინიმუმი წინა მინიმუმზე მაღალია, რა თქმა უნდა, ეს არის აღმავალი ტრენდი. და თქვენთვის ეს ინფორმაცია, როდესაც თქვენ უშუალოდ ვაჭრობთ, არაფერს არ ნიშნავს და ამიტომ გაქვთ ძალიან ბევრი არასწორი პოზიციები. თქვენ უშუალოდ ძალიან ბევრს ფიქრობთ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მაგალითად ფიქრობთ, რომ ახლა მოტრიალდება ბაზარი, მაგალითად ფიქრობთ, რომ ახლა რაღაც პიქს მიაღწია ბაზარმა და შესაბამისად შესაძლებელი არის, რომ იქიდან წამოვიდეს ქვევით. ამ პირიქით, როდესაც ბაზარი მოდის ქვევით, ანუ მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობა მოდის ქვევით, ეს ნიშნავს, რომ ტრენდი არის დაღმავალი, შესაბამისად თქვენ ფიქრობთ, რომ სადღაც აქედან უნდა ამოტრიალდეს და ასე შემდეგ. ძირითადად ეხა მეც ტრეიდერი ვარ, თქვენც ტრეიდერები ბრძანდებით და შესაბამისად ძირითადი აი ეს ფიქრები არის ერთნაირი. ანუ ჩემი მასწავლებლობის, მოდი ესე დავარქვათ, ხო? პერიოდში, რასაც მე აქ ვასწავლი, ძირითადად ტრეიდერები ერთნაირად ფიქრობენ. ანუ ფიქრობენ იმას, რომ შევიდნენ ყველაზე ადრე. აი აქ უნდა მოტრიალდეს და ეხლა შევედი. მაგრამ რეალობაში ყველა ცდება ხოლმე ამ დროს. 99% ცდება. ანუ თქვენ რომ შეხვიდეთ ასეთ შემთხვევებში ბაზარში 99% თქვენ წააგებთ. აი ესეთი სტატისტიკა შეიძლება ჩამოვაყალიბოთ. და რჩებათ ის 1%, როცა გაგიმართლებთ. უშუალოდ გაგიმართლებთ და თქვენ წახვალთ რაღაც სწორი მიმართულებით და დასაწყისშივე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს სტატისტიკა რო ამოვატრიალოთ, მივიღებთ ერთ ძალიან საინტერესო რაღაცას. და მივიღებთ რას? და ეხლა ეს კიდე ერთი დიდი საიდუმლო. ტრენდი ეს არის ძალიან მყარი სტრუქტურა. ანუ, რას გულისხმობ? ტრენდში ჩადებულია ყველაფერი. დაწყებული ეკონომიკა, დაწყებული პოლიტიკა, შიდა ეკონომიკა, გარე ეკონომიკა, გარე პოლიტიკა, შიდა პოლიტიკა, მოლოდინები, საფრთხეები, აბსოლუტურად ყველაფერი, ფსიქოლოგია. აი ამ ერთ ტრენდში ჩადებულია ეს ყველაფერი. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ იმისათვის, რომ შეიცვალოს ეს, დაფიქრდით, აბა, რამდენი ძალისხმევა არის ამისთვის საჭირო. ხო, ძალიან დიდი. ან რამე უცაბედით, აი უცებ რო იცვლება ხოლმე, ხო? მე მახსოვს 2015 წლის 15 იანვარი შვეიცარიულ ფრანგზე. უცებ გამყარდა შვეიცარიული ფრანკი. რის ხარჯზე, ხო? შვეიცარიის თუ არა ვცდები, ეროვნული ბანკი ქვია თუ არა ვცდები, ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის განცხადების ფონზე. კატასტროფულად გამყარდა, მაგრამ ეს ვნახე 18 წლის განმავლობაში, ანუ რაც მე 18 წელია დაახლოებით ტრეიდინგში ვარ, 18 წლის განმავლობაში ვნახე ერთხელ. აი ესეთი რაღაც დიდი კატაკლიზმა. და ეს რო შეიცვალოს, ხო, ეს ტრენდი რო შეიცვალოს, ან ისევ ისეთი უნდა მოხდეს, რაც მაშინ მოხდა, ან რაღაც კიდე უფრო გლობალური რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, ან პირიქით ბედნიერება. ან ეტაპობრივად უნდა მოხდეს ყველაფრის ცვლილება. მაგალითად, იქ ეკონომიკის, იქ პოლიტიკის, იქ განწყობების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმედია თქვენ ხვდებით, რასთან გაქვთ საქმე, რომ ტრენდის მიმართულებით მუშაობა უფრო უპრიანი არის, ვიდრე ტრენდის საწინააღმდეგოდ მუშაობა. იმიტომ რომ როგორც გითხარით, ტრენდი ეს არის საკმაოდ მყარი რამ, რომელსაც, უბრალოდ ადამიანები ამას ესე ვთქვათ, არ იყენებენ. აი ტრეიდერთა უმრავლესობა წარმოიდგინეთ, რომ ამას არ იყენებს. გინდა ბაზარი ზევით მიდიოდეს, გინდა ბაზარი ქვევით მიდიოდეს, ამას არა აქვს მნიშვნელობა. ყველგან ტრენდში დევს აი ეს ყველაფერი. იქ რომელ ციკლს გააკეთებს ტრენდი, რას გააკეთებს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში. მაგრამ თქვენთვის, როგორც ტრეიდერებისთვის, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პირველ რიგში დაინახოთ მიმართულება. და აი ამის შემდეგ კიდე ერთი საიდუმლო, ხო? ამის შემდეგ თქვენ უნდა დაინახოთ შესაძლებლობა, სად შეიძლება რომ შევიდე. და აქ ჩნდება ესეთი საკითხი, როგორიც არის იაფის და ძვირის საკითხი. ანუ იაფობა და ძვირობა. ისა ხუმრობით რო ვთქვა, ხო? სინამდვილეში, როდესაც ჩვენ მივდივართ ზევით, ჩვენ უნდა შევიდეთ, როცა ფასი იაფია. როცა ჩვენ მივდივართ ქვევით, ჩვენ უნდა შევიდეთ ფასი, როცა ძვირია. ხო? ანუ, როდესაც ბაზარი მიდის აღმავალი მიმართულებით, ჩვენ უნდა შევიდეთ ბაიზე, ოღონდ იაფიდან, როცა მიდის დაღმავალი მიმართულებით, ჩვენ უნდა შევიდეთ სელზე, უკვე ძვირიდან. აი აქ თუ პირველი არა გვაქვს ნანახი, თუ პირველი არ ვიცით როგორ კეთდება, მეორეს ვერ გავაკეთებთ. ანუ ვერ დაველოდებით, პირდაპირ გაგებით, ვერ დაველოდებით, სად უნდა შევიდეთ. ძირითადად თქვენ რასაც აკეთებთ, და ამას აკეთებს 99% ტრეიდერების, ეს მე ვიცი, ჩემი სტატისტიკაც ამაქვს, რა თქმა უნდა, ვინ როგორ აკეთებს და ასე შემდეგ. ძირითადად ტრეიდერები რასაც აკეთებენ, შედიან მაშინ, როდესაც ძვირია ყიდვაზე და როდესაც იაფია გაყიდვაზე. ანუ იმ შესვლასაც ვერ ვიტყვი, რომ სწორი შესვლები აქვთ. რატომ? იმიტომ რომ ყველა თავისებურად ფიქრობს. ანუ ფიქრობენ, რომ აი აქედან წავა კაცო, უეჭველი წავა აქედან ყიდვაზე, უეჭველი წავა აქედან გაყიდვაზე. უეჭველი ზევით, უეჭველი ქვევით. ეს უეჭველობა ჩვენი დამღუპველი არის ტრეიდერებისთვის. შესაბამისად, ბევრი ესეთი ლამაზი რაღაცა არის, ვიდეო არსებობს ამასთან დაკავშირებით. ლამაზში აქ გულისხმობ იმას, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ ლამაზ, თორე ეს არის დამღუპველი ვიდეოები რეალობაში, როდესაც ვითომ გასწავლიან თქვენ რაღაცეებს, რომ აი აქედან უნდა შეხვიდე, იქიდან უნდა შეხვიდე და ეს აქედან უნდა შეხვიდე, იქიდან უნდა შეხვიდე, შეიძლება წელიწადში ერთხელ იყოს. ეს ერთი და მეორე, აბსოლუტურად არ აქვს დადგენილი სტატისტიკა, როგორ მუშაობს და ასე შემდეგ. პირველი, რაც თქვენ უნდა დაადგინოთ, ეს არის იაფი და ძვირი სად არის. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ეს იაფი და ძვირი სად არის. იაფი და ძვირია, მაგალითად, აღმავალ ტრენდში, იაფი არის აი ეს წერტილი. აი ყველაზე იაფი, ახლო მდებარე იაფი წერტილი არის აი ეს წერტილი, ხო? აღმავალ ტრენდში. და ძვირი წერტილი, რა თქმა უნდა, ეს წერტილი არის. შესაბამისად, სანამ ბაზარი არ მივა ამ იაფთან და ამ ძვირთან, მოდი ესე ვთქვათ, რომ არ უნდა შევიდეთ. იზავთ ამას, მე ეჭვება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამის გამოცდილებაც ამაქვს. ხალხს, რომელსაც ესე ვთქვათ, მისცემ ყველაფერს და არ იცავენ ამ მინიმალურ წესს. ხო? შესაბამისად, თუ ჩვენ გვაქვს აღმავალი ტრენდი,
ჩვენ უნდა დაველოდოთ იაფს იმისათვის, რომ მერე შევიდეთ პოზიციაში. და თუ ჩვენ გვაქვს დაღმავალი ტრენდი, ჩვენ უნდა დაველოდოთ ძვირს იმისათვის, რომ ჩვენ შევიდეთ დაღმავალ პოზიციაში. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ბაზარი აქამდე უნდა მოვიდეს, ანუ აქამდე უნდა მოვიდეს და აქედან მერე ჩვენ შეგვიძლია უკვე შევიდეთ ყიდვაზე. ან აქამდე უნდა მოვიდეს და აქედან ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ გაყიდვაზე. ეხლა ამ ფაქტორს ხშირ შემთხვევაში ეძახიან ისეთ რაღაცას, რომ აქ უნდა ლიკვიდურობა მოიხსნას, ის უნდა მოიხსნას, ეს კი, ნაწილობრივ მართალია, მაგრამ არა ყოველთვის. და რატომ ვამბობ ამას, რომ არა ყოველთვის? იმიტომ რომ ისევე როგორც ჩვენ, ხო, ვინც მუშაობთ ბაზარზე საკმაოდ ნორმალურად, ხო, მსხვილი ტრეიდერებიც ფიქრობენ ზუსტად ამას, იაფობას და ძვირობას. ეს ჩემი დადგენილი არ არის, მეგობრებო, მინდა გითხრათ. შეგიძლიათ გაეცნოთ ხოლმე ესეთ სერიოზულ ნაშრომებს უშუალოდ საბირჟო საქმიანობებთან დაკავშირებით და იქაც იგივეს დაინახავთ თქვენ, ან გაეცნოთ მონაცემებს საბირჟო საქმიანობასთან დაკავშირებით და იქაც ანალოგიურს დაინახავთ. და აი აქედან უკვე ღირს მუშაობა. იმიტომ ღირს აქედან მუშაობა, რომ ეს კარგი ფასებია. ნორმალური ფასებია ეს. უსაფრთხო ფასებია შედარებით. უსაფრთხო ფასებია. ჩვენ ვიცით, რომ ტრენდის შემოტრიალება რას ნიშნავს. ჩვენ ვიცით, თუ ამას გაარღვევს ბაზარი როგორ მოიქცევა და ასე შემდეგ. თუმცა აქ ზუსტად ამ წერტილებში, ანუ ამ წერტილებში და იგივე ამ წერტილში, რა თქმა უნდა, ხდება ხოლმე ესეთი გაგება, რომელიც არ უნდა ხალხს ეს ამის გაგება, ეგრეთ წოდებული ცრუ გარღვევა, ხო? ცრუ გარღვევა რა არის? ეს არის ბაზრის მდგომარეობა, როდესაც გაარღვევს, მაგრამ არ მიდის. ანუ ვარღვევთ, მაგრამ უკან ბრუნდებით. ეს არის ცრუ გარღვევა. ცრუ გარღვევა, როგორც ესეთი, როგორ გითხრათ, ეს არ არის წინასწარ ვიცი და იქ რაღაც თავი დავდე, რომ აქ ეხლა ცრუ გარღვევა არ არის ესეთი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წინასწარ ანავინ არაფერი არ იცის. შესაბამისად, როდესაც ხდება ცრუ გარღვევა, კიდე ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გინდა თუ არა მოხდა ლიკვიდურობის აღება, იმიტომ რომ ეს უნდა დადასტურდეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოცულობის ინდიკატორებზე და ხშირ შემთხვევაში არ დასტურდება, ხდება ძალიან მარტივი რაღაცეები, ახლა ამაზე აღარ დავიწყებ საუბარს, ჩემმა მოსწავლეებმა ეს ყველაფერი იციან, რაც ხდება რეალობაში და შესაბამისად ამის შემდეგ მიმდინარეობს უკვე ბაზრის წასვლა იმ მიმართულებით, სადაც მიდიოდა ბაზარი. ანუ მარტივი ენით ბაზრის გარდატეხვა, როგორც ესეთი, რთულია. მიუხედავად იმისა, რომ აქ შეიძლება მოხდეს გამოსვლა, ანუ მინიმუმის დაძლევა. შეიძლება მოხდეს მინიმუმის გამორღვევა, მაგრამ ეს უმეტეს შემთხვევაში, 10-დან 9 შემთხვევაში ნიშნავს, რომ ბაზარზე ხდება უფრო ცრუ გარღვევა, ვიდრე გარღვევა. და შესაბამისად ამის შემდეგ ხშირ შემთხვევაში ველოდებით ამას. ან ამის შემდეგ ხშირ შემთხვევაში ველოდებით ამას. არ და ყველა იძახის, რომ აი ამ გარღვევის შემდეგ უეჭველი ფასი მოტრიალდება, 1000 აი ესეთ რაღაც იმეებს აბრალებენ ხოლმე ბაზარს. და მოდი ახლა შევხედოთ, ხო, დავიწყოთ კვლავ ესე ვთქვათ, ჩვენი ბაზრით, დავიწყოთ ტრენდით და მინდა ერთი დეტალი გაჩვენოთ. ეს ავსტრალია არის, რაც მომხდა უსებ ხელში, აბსოლუტურად ის მინდა გაჩვენოთ, ხო? ანუ დააკვირდით ახლა ერთ რამეს. ბაზარი აქედან წავიდა აქამდე, ესე იგი, არც გვინდა პრინციპში მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობა ესენი. ისედაც ჩანს, რა თქმა უნდა, რომ ბაზარი წავიდა ზევით. რამდენი ხანი მიდის ბაზარი ზევით? 1 წლის განმავლობაში, ანუ შარშან აპრილიდან, ახლაც აპრილი არის, ბაზარი მიდის აღმავალი მიმართულებით. აი ესე მარტივად, ბაზარი ვითარდება ზევით. შემდეგ უფრო ადრე რა ხდებოდა, ხო? უფრო ადრე, აი ესენი, აი ეს ძალიან საინტერესო ვითარება, ბაზარი ვითარდებოდა ფლეტში. ანუ ბაზარი არსად არ მიდიოდა, უფრო ადრეც დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ აი ესე გამოკვეთილად
ესე ვთქვათ, აქაც დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში, თუ წელიწადის განმავლობაში ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ბაზარი ვითარდებოდა ფლეთში. რა თქმა უნდა, ჰქონდა ესეთი მიმართულებაც ბაზარს, დაღმავალი მიმართულება, სადაც გაირღვა უკვე აი ეს მინიმუმი, მაგრამ როგორც ხედავთ, აქაც სრულ გარღვევებია, აქ ცოტა სხვა თემები ჩაერთო, ცოტა მაკროეკონომიკაც ჩაერთო და საბოლოო ჯამში ბაზარი დღეისთვის მიდის ზევით. და აი პირველი რაც ჩვენ უნდა დავადგინოთ, ხო, ბაზარი საით მიდის? ბაზარი მიდის ზევით. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ დავადგინეთ. აი აქ კონკრეტულ სიტუაციაში. ახლა ვადგენთ სად არის შესვლის ვარიანტი, ხო? აი ეს პირველი ვარიანტი არის ეს. და რომ გითხრათ, რომ აქ გინდა თუ არა მოხდა ლიკვიდურობის აღება, დავაკვირდეთ, ხო? თუ აქ მოხდა ლიკვიდურობის აღება, აი ამ სანთელზე, მაშინ ბაზარი ზევით წავიდოდა. იმიტომ რომ ლიკვიდურობა აღებულია. რა აქ თლათ ლიკვიდურობის აღება არ მოხდა. ბაზარი საერთო ჯამში გამოვიდა ქვევით, ხო? და მოხდა დიდი ცრუ გარღვევა, ესე ვთქვათ. და ამის შემდეგ კვლავ ბაზარი შეტრიალდა და დაიწყო აღმავალი სვლა. ანუ რისი თქმა მინდა? აი ეს მინიმუმი, რომელიც აქ არსებობს. ეს არის ერთ-ერთი კარგი წერტილი იმისათვის, რომ ჩვენ ვიფიქროთ, რომ შევიდეთ ყიდვის პოზიციაში. მე კიდე ერთხელ არ გეუბნებით, როგორ უნდა შევიდეთ, ხო? როდის გავიგეთ, რომ ბაზარი აქამდე უნდა მოვიდეს. პლუს გავიგეთ, რომ ბაზარზე უნდა მოხდეს ესეთი რამ, რომელსაც ქვია სრულ გარღვევა. აი როგორ რანაირად ეს უკვე ჩემ მასტერკლასში არის და შესაბამისად ეს ჩემი ინფორმაცია მარტივად რო ვთქვა. ანალოგიურად, მოდი შევხედოთ სიტუაციებს, ხო, როგორ შეიძლება რომ კიდე შევსულიყავით. ანალოგიურად, აი შეხედეთ, კიდე ერთი მინიმუმი, აი დააკვირდით, აბატონო, გვაქვს მინიმუმი და შესაბამისად ეს მინიმუმი ბაზარმა გამოარღვია. აი შეხედეთ, ეს მინიმუმი ბაზარმა გამოარღვია, ბაზარი წავიდა კვლავ ზევით. ანალოგიურად გვაქვს აქაც მინიმუმი, რომელიც ასევე ბაზარმა გამოარღვია და საერთო ჯამში მაინც წავედით ზევით, ნუ ფასის დაჭერით, კიდე ერთი ცრუ გარღვევით და ასე შემდეგ. ასე რომ მეგობრებო, როდესაც თქვენ მუშაობთ, ხო? ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი დეტალი არის რამდენიმე საიდუმლო, რომელიც თქვენ უნდა შეინახოთ და დაიცვათ. აქ რა თქმა უნდა, ეხა აღარ მომყავს ის მაგალითები, თუ თქვათ, კიდე როგორ შეიძლება შეხვიდეთ და ასე შემდეგ. მე მოგიყვანეთ ის უმარტივესი ბაზისი, რომლითაც აი საიდუმლოება გაგიმხილეთ. როგორც გიმხელენ ხოლმე, ხო, სხვებით საიდუმლო რაღაც სისტემები და რაღაცები. ესეთ სისტემა რა თქმა უნდა არ არსებობს. თავისთავად ესეთი სისტემა ვერც იარსებობს, იმიტომ რომ ბაზარი, ესე ვთქვათ, არის ძალიან ღია სივრცე, სადაც შეგიძლიათ თქვენი იდეები სრულად გამოიყენოთ და ასე შემდეგ. ასე რომ მეგობრებო, რაც მე გირჩიეთ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ მინიმუმ, ანუ რომელი უკეთესია ტრენდის მიმართულებით ამ პირველი საიდუმლო, ხო? ტრენდის მიმართულებით ცვლა თუ ტრენდის საპირისპირო ცვლა. მერე როდის არის უკეთესი შესვლა? როდესაც ბაზარი უკვე მიქრის, ვთქვათ, აღმავალი მიმართულებით მიქრის უკვე და თქვენ უნდა შეხვიდეთ ყიდვაზე. თუ როდესაც ბაზარი დაიწევს, მივა თავის საწყის ფასამდე და მერე უნდა შეხვიდეთ ყიდვაზე. აი ეს საიდუმლოებებია, მეგობრებო, რასაც გირჩევთ, რომ დაუკვირდეთ და ისე ივაჭროთ უკვე ნორმალურად, ლოგიკურად და ასე შემდეგ. ყველას გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, სიახლეები რა თქმა უნდა იქნება და უფრო მეც გაიგებთ ამ არხიდან, რადგანაც მომავალში უფრო დიდ რაღაცეებს ვაპირებ. ყველას წარმატებული ვაჭრობა და გმადობთ ყურადღებისთვის.